კოსმოსის შესწავლასთან ერთად მიკრო და მაკრო სამყაროს შესახებ ჩვენს მიერ დაგროვებული ინფორმაციის მოცულობა სულ უფრო იზრდებოდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე ვიცით, რომ სამყაროს გაჩენისა და ევოლუციის ოდნავ განსხვავებული სცენარის შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ არ ვიარსებებდით და არც არავინ იფიქრებდა სამყაროს აგებულებისა თუ მოწყობის შესახებ. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც თავისებური ედემი, სამოთხის ბაღი, სადაც ყველაფერი ხელშეუწყობდა ადამიანის გაჩენას. ეს ჩანაფიქრი თავბრუსთ ამხვევია თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით. გრავიტაციული ძალა ოდნავ ინტენსიური რომ ყოფილიყო, სამყაროს გაფართოება შეწყდებოდა. პრაქტიკულად ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებული სამყარო ისევ უკან შეიკუმშებოდა. საქმე ვარსკვლავების, გალაქტიკების თუ სხვა ციური სხეულების ჩამოყალიბებამდეც კი ვერ მივიდოდა. მით უმეტეს ვერ გაჩნდებოდა სიცოცხლე, ასეთ მოკლე დროში. და პირიქით, თუ გრავიტაცია ამჟამინდელზე სუსტი იქნებოდა, მაშინ სამყარო უბრალოდ ისე გაიფანტებოდა, რომ რაიმე მასიურ წარმონაქმნებზე ლაპარაკიც კი უაზრობაა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა დანარჩენ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებებზეც. სუსტი, ძლიერი, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული, რომლებიც ჩვენი სამყაროს მატერიის ფიზიკურ მდგომარეობას განაპირობებს. მაგალითად, ელემენტარული ნაწილაკების ერთეული მუხტის სიდიდე ოდნავ მეტი რომ ყოფილიყო, პროტონები ერთმანეთს განიზიდავდა ძალით, რომელიც ხელს შეუშლიდა დღეისათვის არსებული ქიმიური ელემენტების ბირთვების ჩამოყალიბებას. სუსტი მუხტის შემთხვევაში ელექტრონები ვერ შეძლებდნენ ბირთვის გარშემო ორბიტებზე დამაგრებას. ორივე შემთხვევაში სიცოცხლის გაჩენამდე საქმე ვერანაირად ვერ მივიდოდა. ძლიერი ურთიერთქმედება ოდნავ მეტი ან ნაკლები ძალის რომ ყოფილიყო, სამყაროს სულ სხვანაირი სახე ექნებოდა. ვერ გაერთიანდებოდა ნეიტრონები და პროტონები ერთ ბირთვად. არ იქნებოდა პლანეტების სითბოთი და ენერგიით მომომარაგებელი ვარსკვლავური თერმობირთვული რეაქციები. სინამდვილეში ყველა ფუნდამენტურ კონსტანტას, ანუ მუდმივას, გადახრის მაჩვენებლის მიზერული ინტერვალი აქვს, რომლებზეც შესაძლებელია სამყაროს ჩამოყალიბება და სიცოცხლის გაჩენა ისეთად, როგორიც დღეს არის, აქ, დედამიწაზე. პირველად ამაზე ამერიკელი ასტროფიზიკოსი რობერტ დიკი დაფიქრდა, ხოლო დამასრულებელი ფორმულირება ამ აზრებს ბრენდონ კარტერმა მისცა. ამ კოსმოლოგმა ანთროპულ პრინციპში აქამდე ფორმულირებული კოპერნიკისეული ახსნა დაინახა. კარტერის მიხედვით ჩვენ გვაქვს ორი ფორმალურად გაყოფილი კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპი: სუსტი და ძლიერი. კოპერნიკი სამყაროს აბსოლუტურად ახალ მოდელს ასახავდა. მისი მოსაზრებით მზე წარმოადგენდა ფიქსირებულ ცენტრს, რომლის გარშემოც ბრუნავდნენ პლანეტები. მისი თეორიის მიხედვით დედამიწა ერთ-ერთ ასეთ პლანეტას წარმოადგენდა, რომელიც მზის შემოვლას მთელი წელი უნდებოდა.